ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოს ევროპული და ცივილიზაციური მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, თითოეული მოქალაქე და ბიზნესი პასუხისმგებელია ამ პროცესებში. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გუშაოდ ბიზნეს და მათ კაფიო პოზიციის დაფიქსირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი საქართველოს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამიტომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო კაფიო და ჩვენ ყოველთვის გავართ სწორ მხარეს და ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. რაც ხდება. ლეიკო, იყო საკმაოდ დასაბუთებული პრეტენზიები ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით ამ საპროტესტო ტალღის საწყის ეტაპზე ბიზნესების მიმართ. გასაგებია, რომ ზოგადად ბიზნესი კონსერვატიულია, ცდილობს სტაბილურობა შეინარჩუნოს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ვატყობთ, რომ რაღაც გარკვეული ხაზი არის გადალახული. ხომ არ ქონიათ რაიმე წინააღმდეგობა დაუშვათ კომპანიის დამფუძნებლების ან ასე ვთქვათ მენეჯერების მხრიდან. როგორია საერთო განწყობა არა მარტო თქვენს კომპანიაში, არამედ სხვა კომპანიებში თქვენი მეგობრების ნაცნობების მეშვეობით რა განწყობა ტრიალებს საერთოდ დღეს საქმიან ადამიანებში და ფირმებში, კომპანიებში? პირველ რიგში დღევანდელი მიმდინარე პროცესების შედეგად შეუძლებელია ბიზნესმა კონფორმიზმზე იფიქროს, იმიტომ რომ იმისთვის რომ ბიზნესი განვითარდეს და კონკურენტული იყოს, სჭირდება სტაბილური გარემო. აქედან გამომდინარე, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, ჩვენს გუნდის წევრს აქ ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის დგას ქვეყნის სამართლიანი და ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, ყველა ერთად გავართ, ყველა თითოეულ ადამიანს თავისი ინიციატივა აქვს იმისთვის, რომ ვიდგეთ აქ, დავეხმაროთ ჩვენს თანამებრძოლებს აქციის მომენტში. აქედან გამომდინარე, მენეჯმენტის ხელმძღვანელობაც ამ პოლიტიკას ვატარებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამართლიანი და ევროპული დამოუკიდებელი განვითარება. და ბოლოს რომ გითხრათ თქვენი იმედების შესახებ. რა სელით, რა შედეგები უნდა და შეიძლება მოყვეს თქვენს ამ საერთო ძალისხმევას, მათ შორის იმას, რომ ახლა აქციაზე დგახართ და მათ შორის იმას, რომ დღეს ხვებთან ერთად გაიფიცეთ. ერთიანობას ყოველთვის აქვს შედეგი, თავგანწირვას ყოველთვის ექნება სასურველი შედეგი. პირველ რიგში ჩვენ გითხოვთ ჩატარდეს სამართლიანი და ახალი არჩევნები და ასევე განთავისუფლდნენ უპირობოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მოქალაქეები. ამიტომ ჩვენ ყარავთ ვართ და ძალიან იმედიანად, იმიტომ რომ ვართ ერთად და ვართ მართლები. ძალიან დიდი მადლობა ლეიკო ცანავა, 8000 მოსავლის კლიენტების მიმართულების ხელმძღვანელი გახდათ გადაცემის სტუმარი.